ბოლო ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოში და საქართველოს გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ გეგმებზე ორი სიტყვით მოგახსენოთ. პირველ რიგში რა სიტუაცია დღეს კონფლიქტის ზონაში. დღეისათვის საღამოს 10 საათის მონაცემებით საქართველოს სამთავრობო შენაერთები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს და ყველა სოფელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბა ჯავის გარდა. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა სოფელს, რომელიც ადრე დავიკავეთ, ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიანად ზნაურის რაიონს, ჩვენ ვაკონტროლებთ წინაგარის რაიონს, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა დიდ სოფელ დმენის, დიდ სოფელ ხეთაგუროვს და ბოლო საათებამდე იყო გარკვეული პრობლემები, არ იყო ბოლომდე გაწმენდილი თლიაყანის სიმაღლე, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე ვაკონტროლებთ თლიაყანის სიმაღლეს, ესე იგი მთლიანად ვაკონტროლებთ ცხინვალს და მის გარშემო ყველა სიმაღლეს, ყველა სტრატეგიულ წერტილს. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ, მე მინდა ხაზი გავუსვა, მთლიანად ვაკონტროლებთ ამ დროისთვის ქალაქ ცხინვალს. ქალაქი ცხინვალი მთლიანად გაწმენდილია ძალადობრივი ელემენტებისგან, ბანდფორმირებებისგან, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არის ქალაქი ასევე ძალიან დაზარალებული ორხრივი ცეცხლის შედეგად, ისევე როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ავიაციის მიერ. რუსეთის ავიაცია მთელი დღე ბომბავდა ქალაქ ცხინვალს სწორედ იმის გამო, რომ ის წინიანად არის დღეს საქართველოს სამთავრობო შენაერთების ხელში. ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ჩვენ პოზიციებს, მრავალი ათასი ჩვენი მებრძოლი დგას პოზიციებზე, ჯარისკაცებმა გამოიჩინეს და ოფიცრებმა და სერჟანტებმა წარმოუდგენელი გმირობა, რასაც არავინ არ მოელოდა ქართველი ჯარისკაცისგან და ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ საქართველოს როდესმე შეიძლება ყოლოდა ასეთი ჯარი. ცხინვალის გათავისუფლების ოპერაცია იყო ურთულესი ოპერაცია. ბრძოლა მიდიოდა ყოველ ბუჩქზე, ყოველ პატარა შენობაზე. იყო აბსოლუტურად გააფთრებული და ხელჩართული. ბევრად უფრო რთული, ვიდრე როდესმე რამე გადახდენია თავს საქართველოს და ქართულ მებრძოლებს. და ის დამთავრდა საბოლოო ჯამში ჩვენ სრული უპირატესობით. მე მინდა მადლობა უთხრა 10,000-ობით ქართულ რეზერვის, რომელმაც დღეს დილიდან და გუშინ ღამე ჩაიცვა ფორმა. მე მინდა უთხრა მადლობა არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებს. მე ვნახე ტელევიზორში და მომიყვენ ასევე, ვინც იყვნენ ჩვენ თანრობის წევრები, როცა როგორ აცილებდნენ მათ მეუღლეები, მშობლები, დები, ძმები, შვილები ამ ძალიან რისკიან, რა თქმა უნდა, რისკიან მოვლენების შესრულება. დღეს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი არის ჩაცმული დღეს საქართველოს ფორმა. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ სამწუხაროდ დღევანდელი დაბომბების შედეგად და დღეს რუსეთის ავიაცია ახორციელებდა ინტენსიურ დარტყმებს საქართველოს სხვადასხვა წერტილებში და მაგრამ ძირითადად ცხინვალში ხელჩართული ბრძოლების შედეგად ჩვენ გვყავს ასევე მსხვერპლი 30-მდე ადამიანი არის დაღუპული, მათ შორის აბსოლუტური უმეტესობა ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. რასაც რუსეთი აკეთებს ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ღია, დაუფარავი, უპრეცედენტო აგრესია თანამედროვე დროისთვის და ეს არის ღია გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. თუ რუსეთი არ შევაჩერეთ, მთელმა მსოფლიომ თუ არ შეაჩერეთ, ხვალ რუსული ტანკები ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქამდე მივლენ. და ეს მე მგონი უკვე ყველამ გაიგო. ვნახეთ როგორი ამბავია ატეხილი მსოფლიოს არხებზე. მე დღეს მოვიარე ყველა დილიდან ყველა საბრძოლო პოზიცია, ჩემი თვალით ვნახე მათ შორის რუსული თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და ჩვენი პოზიციების დაბომბვა. მაგრამ ასევე ამ კაბინეტში ყოველ 5 წუთში ერთხელ დღეს რამდენჯერმე ველაპარაკე გერმანიის კანცლერ მერკელს, საგარეო მინისტრის ვიცე-კანცლერ შტაინმაიერს, გვიკავშირდებოდა და ძალიან სერიოზული დისკუსიები ჰქონდა სხვადასხვა დიპლომატიურ წრეებზე პრეზიდენტ სარკოზის, საფრანგეთის პრეზიდენტს. ამ წუთში დავდე ყურმილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოგანთან.
ნატოს გენერალურ მდივანს ველაპარაკე რამდენჯერმე, ხავიერ სოლანას ველაპარაკეთ რამდენჯერმე. ნუ აღარ ვლაპარაკობ უამრავ მინისტრზე, იქ სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურების და არა მხოლოდ მე, საგარეო მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, პრემიერ-მინისტრი და ბევრი სხვა წევრი ჩვენი მთავრობის, რომელიც ჩაბმულია ამ ძალიან ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. რამდენიმე წუთის წინ ბუშმა მთელი მსოფლიოს გასაგონად მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. რამდენიმე წუთის წინ ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა ძირითადმა კანდიდატმა სენატორმა მაკეინმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ნატოს დაუყოვნებლივ გამოიყენოს თავის ძალები საქართველოს დასახმარებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა მეორე კანდიდატმა ბარაკ ობამამ. ამიტომ დღეს წდება საქართველოს ბედი და დღეს საქართველოს შეყურებს მთელი მსოფლიო. დღეს როგორც არასდროს მე მინდა გთხოვოთ, უნდა აღმოჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე. უნდა გავძლოთ და უნდა გავიმარჯვოთ. უნდა აუცილებლად დავამტკიცოთ, რომ ვართ ღირსი ჩვენი არსებობის. 70-ზე მეტი წლის წინ, 80-ზე მეტი წლის წინ საქართველოს მსგავს გარემოებებში დაიპყრეს და 70 წელი აგორავეს ტალახში. ცოტათი გვიან მსგავს გარემოებებში ცადეს სტალინის საბჭოთა კავშირმა, რომელიც დღევანდელ რუსეთზე ბევრად უფრო ძლიერი იყო, ცადა ფინეთის დაჩოქება და ფინეთი არ გატყდა. გაუძლო ძალიან დიდ დარტყმებს და შედგა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ერად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დღეს დგას ნამდვილად ესე საკითხი. მთელი მსოფლიო შემოყურებს სულ განაბული. ვართ თუ არა ჩვენ ნამდვილი ერი? გვაქვს თუ არა ჩვენი ღირსების დაცვა და ასევე მინდა პირდაპირ თქვა ევროპის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსების გადარჩენა. თუმცა ჩემთვის თავარია ყველაფერი რაც გვეხება ჩვენ ამ შემთხვევაში. და მე მინდა ვთქვა, დღეს თამაში არის ძალიან კონკრეტული. ჩვენ არ ვებრძვით ქართულ ხალხს, ჩვენ ბომბავთ ვიღაცებს, საქართველოს მთავრობას, სააკაშვილს. ნუ ახლა საქართველოს ჩვენ გვიყვარს, ოღონდ გვიყვარს მისი ტერიტორიის საუკეთესო ნაწილის გარეშე. მე მგონი ქართულმა ხალხმა უნდა თელ მსოფლიოს დაანახოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი. მე მგონი ყველა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს და მე მივესალმები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, მათ შორის ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ძალების განცხადებებს. იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ღია დაუფარავი აგრესია, არაფრით არ პროვოცირებული. ხო იცით, რომ ეს არ არის ქართულ ეთნიკური ქართველების და ეთნიკური ოსების კონფლიქტი. ხო იცით, რომ საერთოდ ეს არის უბრალოდ თითიდან გამოწვეული მიზეზი. ეს არის ღია დაუფარავი მცდელობა საქართველოს განადგურების, საქართველოს დაჩოქების, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოღების. და ჩვენ დიდი გამოცდის წინაშე ვართ და დიდ გამოცდას ვაბარებთ. ეს გამოცდა ჩააბარეს დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა. მე ვნახე საკუთარი თვალით მათი წარმოუდგენელი გმირობა. და მე მინდა გთხოვოთ თქვენ რამდენიმე მილიონიან ჩემს საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას. მოდით აღმოჩნდეთ ჩვენი ჯარისკაცების გამბედაობის და გმირობის ღირსი. ჩვენი ოფიცრების გმირობის და თავგანწირვის ღირსი. ჩვენი რეზერვისტების ენთუზიაზმის და ალალი სფელი განწყობის ღირსი. იმიტომ რომ დღეს წდება საქართველოს ბედი მრავალი საუკუნის შემდეგაც. მრავალი საუკუნის წინსწრებით. მე ამას არაფერს ნამდვილად არ ვაზვიადებ. ვარდების რევოლუციამ და შემდგომ განვითარებულ მოვლენებმა საქართველოს მოუტანა დიდი ცნობადობა, მაგრამ ნამდვილი ამაღლება, ნამდვილი გმირობა მთელი მსოფლიოს თვალში, ნამდვილი თავდადება და ნამდვილი განსაკუთრებულობის მინიჭება ხდება სწორედ ამ დღეებში, თუ ჩვენ აღმოჩნდით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ აღმოჩნდით ისეთივე, როგორც იყვნენ თავის დროზე გმირი ფინინელები, როგორც იყვნენ თავის დროზე წარმატებული ევროპელი ერები. საქართველოს ჩვენ ძალიან ღმრთ წამს ჩემი ერის და საქართველოს განსაკუთრებული გამძლეობის, განსაკუთრებული გმირობის და ზოგადად განსაკუთრებულობის და ჩვენი
ძალიან კარგი მომავლის. მაგრამ მომავლისთვის ღირს ბრძოლა, მომავალს უნდა დამსახურება და მომავალს ჩვენ ყველანი ერთად ჩვენი თავგანწირვის, ჩვენი გამძლეობის, ჩვენი ერთიანობის ფასად მოვიყურებთ.